სოფლის მეურნეობის მინისტრი ევროკომისარს ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში ვიტენის ანდრიუკაიტის შეხვდა. მინისტრმა ყურადღება ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა დარგში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია გავაცნოთ ევროპას იმ მიღწევების შესახებ, რასაც სოფლის მეურნეობა ეწევა. მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობა არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი მიმართულება და დირექტივების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სურსათის უვნებლობაზე მოდის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ჩვენ ჩავუტარეთ მთელი პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა ხორციელდება და რა პროექტებს აქვს ადგილი სოფლის მეურნეობაში. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ფარგლებში საშუალება ჰქონდა განგვეხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საზოგადო ჯანდაცვის საკითხები, დაკავშირებული ვაქცინაციასთან. რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რომ მე ვნახე რეალური, პრაქტიკული და პოზიტიური მაგალითები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სახით, რომელიც დანერგილი ახალი ტექნოლოგიებით აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან. მე ვარ ძალიან ამაყი სურსათის უვნებლობის დარგში აღნიშნული პროგრესით.